გამარჯობა, ეს არის ახალი ამბები პირველზე, მე სოციალისტაშვილი ვარ თქვენთვის მუშაობას პოსტების საინფორმაციო სამსახური იწყებს. პარლამენტის თავმჯდომარე ოფიციალური ვიზიტით სლოვაკეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ბრატისლავაში გაემგზავრა შალვა პაპუაშვილი. ვიზიტის ფარგლებში სლოვაკეთის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდება, რის შემდეგაც მედიისთვის ერთობლივი განცხადება გაკეთდება საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე ხელმძღვანელობს. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ილია ინჯია, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი და ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარის მოადგილე რიმა ბერაძე არიან. სამების ტაძარში საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე მეუფე შიომ წირვა აღასრულა და მრევლს ქადაგებით მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მოსაყდრემ, მათ შორის ხვალინდელ მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე ისაუბრა და ახალი პატრიარქის გამორჩევის პროცესის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 152 კათოლიკოს პატრიარქს ხვალ აირჩევს. გაფართოებული კრება სამების საკათედრო ტაძარში პირველ საათზე დაიწყება. წირვის შემდეგ სამების საკათედრო ტაძარში გაფართოებული კრების სამზადისი იწყება. კრებაზე სიტყვით გამოსვლის შესაძლებლობა სამი საპატრიარქო კანდიდატის ეპარქიების წარმომადგენლებს, ასევე თითოეული ეპარქიის დელეგატებს ექნებათ. კენჭისყრაში მონაწილეობას მხოლოდ მღვდელმთავრები მიიღებენ. ჯანდაცვის სისტემის პრიორიტეტები, გამოწვევები და კონკრეტული შედეგები. ამ საკითხებთან დაკავშირებით ჯანდაცვის მინისტრმა და ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ღია ეთერში დებატები გამართეს. მიხეილ სარჯულაძის განცხადებით, ჯანდაცვა სპეციფიკური სივრცეა და მორალური და სამართლებრივი პასუხისმგებლობითაა სავსე, როგორც მინისტრმა აღნიშნა, ჯანდაცვის სექტორში მთავარი არა კომერციული ინტერესი, არამედ პაციენტის უფლების დაცვა უნდა იყოს. მიხეილ სარჯულაძემ ჯანდაცვის სისტემაში წლების განმავლობაში დაშვებულ შეცდომებზეც გაამახვილა ყურადღება, რამაც სექტორში კერძო კლინიკების დომინაცია განაპირობა. ბევრი წლის განმავლობაში დაშვებული არაერთი ძალიან მნიშვნელოვანი შეცდომის გათვალისწინებით და შეცდომას ალბათ ერთ-ერთ პირველ შეცდომას აუცილებლად დავარქმევდი, მაგალითად სრულიად გაუაზრებელ ტემპს პრივატიზაციისას, რომელიც ჯერ კიდევ 90-იანი წლებიდან დაიწყო და რამაც შედეგად მოიტანა ის, რომ არანორმალურად დიდად არის დამოკიდებული დღეს სახელმწიფო და პოლიტიკა, საზოგადო ჯანდაცვის პოლიტიკა კერძო სექტორის გავლენაზე. კომერციულ ინტერესზე. ამან წარმოშვა უკვე ძალიან ძლავრად წარმოშვა ისეთი დილემები, რომელიც გარკვეულ ეტაპზე უკავშირდება მაგალითად ისეთ საკითხებს, რომ არის მცდელობები, რომ კომერციული ინტერესი გახდეს დომინანტური პაციენტის ინტერესთან, ჯანდაცვის საჯარო ინტერესთან მიმართებაში, რასაც რა თქმა უნდა ამისთვის არსებობს სახელმწიფო, რომ ამის შესაძლებლობა არც ერთ შემთხვევაში არ გააჩინოს. მეორე, რა თქმა უნდა, ეს უკავშირდება ისეთ ზოგად პრინციპს, როგორიც არის, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი ყურადღება ჯანდაცვის პროგრამების ეფექტიანობასთან დაკავშირებით. ესეც უმწვავესი და უმნიშვნელოვანესი ამოცანაა. თან მუდმივად ჭირდება ამას თვალყურისდევნება და გაგრძელება. ასია ბუნებრივია იგივე მედიკამენტების ბაზარი, რომელიც მუდმივად ცვალებადია, მუდმივად ჭირდება, რა თქმა უნდა, თვალყურისდევნება, რომ გარკვეული მიმართულებით უსწორო გადაწყვეტილებებისგან ვიყოთ დაზღვეული. ღია ეთერში საუბარი მედიკამენტების ხელმისაწვდომობის საკითხსაც შეეხო, როგორც ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ჯანდაცვის სისტემა დღეს ონკოლოგიასა და ფსიქოტროპულ მედიკამენტებს სრულად აფინანსებს. 15 წლის წინ ჯანდაცვის დაფინანსება 200 მილიონამდე იყო, დღეს ის 1,5 მილიარდია. მიხეილ სარჯულაძის განცხადებით, რეფერენტული მედიკამენტების რეფორმა კომპლექსურია და მუდმივ განვითარებას საჭიროებს. ათობით მულტიცენტრულ ეფექტურობის საკითხი რაში მდგომარეობს? წყობილი და DRG სისტემა არის მიღებული მთელ ევროპულ ქვეყნებში. ეს საკმაოდ რთული, მაგრამ მოქნილი სისტემა, რომელიც მუდმივად პატარა ბავშვით მზარდია და დაფინანსებაც ამაზე მეტყველებს. თუ კი დაუშვათ 15 წლის წინ ჯანდაცვის დაფინანსება იყო სადღაც 200 მილიონამდე, დღეს 1,5 მილიარდია და ეს პროგრამები ყოველწლიურად იზრდება და იზრდება. დაწყებული ონკოლოგიით, გაგრძელებული უფასო მედიკამენტებზე რომ ბრძანებდით, იგივე ფსიქოტროპული მედიკამენტები, ონკოლოგია, ეს ყველაფერი სრულად ფინანსდება დღეს აი ამ უზარმაზარი ბიუჯეტით და ეს ჩვენმა მთავრობამ ზუსტად ქართულ მოსწავლე აიღო თავის თავზე და ამას ჩვენ ვასრულებთ. ვინც მუშაობს, იქ რა თქმა უნდა არსებობს გამოწვევები, ქალბატონო მაგდა დაბეთანხმებით, მაგრამ უნდა ვაღიაროთ ის, რომ რეფერენტული ფასების შემოღება მოხდა ეტაპობრივად. ჯერ იყო 3,000 მედიკამენტი, შემდეგ 7,000. დაახლოებით საქართველოს ბაზარზე არის 10,000-მდე მედიკამენტი დღეს და რჩებოდა ის 3,000, რომელზეც სამწუხაროდ ფარმაცევტულმა კომპანიებმა
მკვეთრი ზრდა მოახდინეს ამ მედიკამენტების ფასიც, რაც ვერ დაბალანსდა იმ 7000 მედიკამენტით, რომელზეც დაწესდა რეფერენტული ფასი. ეხლა იცით, ბატონმა მინისტრმა გააჟღერა, რომ 700-მდე მედიკამენტი ემატება ამ სიას. ბატონი ჰანს კლუგე, რომელიც არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის ბიუროს ხელმძღვანელი. მან აღნიშნა, რომ საქართველოში გატარებულმა რეფორმამ, სადაც ინოვაციური მედიკამენტების შესყიდვამ რაბაც პარლამენტმა მხარი დაუჭირა და კანონი შეცვალა, მისცა საშუალება მთავრობას, რომ 40%-ით უფრო იაფად შეესყიდა ინოვაციური მედიკამენტები ჩვენი ონკოლოგიური პაციენტებისთვის. რას ნიშნავს? ეს ნიშნავს ის, რომ დამატებით ორ პაციენტს კიდევ მეტი თანხა დავხარჯეთ იმისათვის, რომ მათ გამოჯამთელობაზე გვეზრუნა. რეფერენტული ფასების მიღმაც სხვა კომპონენტების მხარდაჭერაც არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს მართლაც ისეთი რამეა, რომ თუ სინქრონულად არ განვითარდა რაღაცეები, სხვაგვარად ძალიან ძნელია, რომ მხოლოდ ერთი მიმართულების განვითარებით ვერაფერს ვერ იზამს. ამიტომ რა თქმა უნდა, იქ არის პოლიპრაგმაზია ვახსენეთ, ეს ანუ გადაცემა დაიწყო, აქედან დავიწყოთ, მაგალითად პოლიპრაგმაზიის თემასთანაც არის ეს კავშირი, რომ ზედმეტი ჭარბი მოხმარება არ ქონდეს მედიკამენტებს. ის რაზეც ბატონმა ზაზამ ისაუბრა, რომ კომპლექსურობა, რომ ისი არ გამოვიდეს, მე რომ თქვა წნეხი შემცირდეს მაგალითად იმ მედიკამენტებზე, რაც რეფერენტულია და ახალი შემოდიოდეს მუდმივად, რომელზეც პირიქით თქვა პრობლემატური იქნება ეს პაციენტისთვის. ჯანდაცვის სისტემის შეფასებისთვის მნიშვნელოვანია არა ის, რამდენს ვხარჯავთ, არამედ მნიშვნელოვანია როგორ ვხარჯავთ და რისთვის ვხარჯავთ. დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო შეძენა შენახვის რეალიზაციის ხელშეწყობისა და ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარების ბრალდებით სხვადასხვა დროს 3 პირი დააკავეს, მათ შორის 2 წარსულში ნასამართლებია. ნივთმტკიცება და ამოღებული სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ალფა PVP, მეთადონი, გამომშრალი მარიხუანა და ფსიქოტროპული ნივთიერება კეტამინი. დანაშაული 20 წლამდე უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით რუსეთის ფედერაციის მოქალაქე დააკავეს. ნივთმტკიცება და ამოღებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება გამომშრალი მარიხუანა, დანაშაული 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის მეოთხე ქვეითი ბრიგადის 42 შერეული ჯავშანს სატანკო ბატალიონის სამხედროებმა სატანკო და მექანიზებულ ასეულებთან ერთად ამოცანაზე ორიენტირებული საველე სწავლება ჩაატარეს. მათ პოტენციური მოწინააღმდეგის ასეულზე კონტრშეტევის კომპონენტები ფაზების მიხედვით განახორციელეს. წვრთნისა და შეფასების სწავლების მიზანს ქვედანაყოფის მხარდამჭერ კოლექტიურ დავალებებში ელემენტებთან კოორდინაციით ბატალიონის მომზადება წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ ეს არის პირველი ჯავშანსატანკო ბატალიონი, რომელმაც აღნიშნული პროგრამა გაიარა საქართველოში. პირადმა შემადგენლობამ მიიღო დიდი გამოცდილება აღნიშნულ სწავლებაში, მიმდინარეობდა დღის და ღამის პირობებში სხვადასხვა ტაქტიკურ დავალებებზე რეაგირება და ბატალიონმა წარმატებით გაართვა ყველა სახის დავალება. დღევანდელ ოპერაციაში მონაწილეობას იღებდა სატანკო და მექანიზებული ქვედანაყოფები. აღნიშნულმა ქვედანაყოფებმა განახორციელეს მოწინააღმდეგეზე კონტრშეტევა არაპირდაპირ ცეცხლისა და სხვადასხვა სამანევრო ელემენტების საშუალებით, რის შედეგადაც მოწინააღმდეგე განადგურდა, ხოლო ქვედანაყოფი ემზადება შემდგომი დავალების შესასრულებლად. პოლონეთში რუსეთთან საზღვიდან 20 კილომეტრში ჩამოვარდნილი უპილოტო საფრენი აპარატი მინდორში იპოვეს. სამხედრო პოლიციის ინფორმაციით, სამხედრო სათვალთვალო დრონის წარმომავლობის დადგენა ჯერჯერობით ვერ ხერხდება, რადგან მასზე დატანილი წარწერების მიხედვით შესაძლოა როგორც რუსული, ისე უკრაინული იყოს. მანამდე 3 მაისს ფინეთის სამხედრო საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ ამ უცნობმა დრონმა ფინეთის საჰაერო სივრცე რუსეთის საზღვართან დაარღვია, თუმცა მისი წარმომავლობის დადგენამდე აპარატმა ფინეთის ტერიტორია დატოვა. იაპონია მაისის ბოლოს მოსკოვში დელეგაციის გაგზავნას გეგმავს. ამის შესახებ ბლუმბერგი წერს მედია საშუალების ცნობით, ვიზიტის მიზანი იმ იაპონური კომპანიების მხარდაჭერაა, რომლებიც მუშაობას რუსეთში აგრძელებენ. გამოცემის ინფორმაციით, დელეგაცია ოფიციალურ პირებთან ერთად სავარაუდოდ შესაბამისი კომპანიების წარმომადგენლებითაც დაკომპლექტდება. იაპონიის ვაჭრობის სამინისტროს პოზიციით, რუსეთის ფედერაციაში მყოფი იაპონური კომპანიების აქტივების დაცვა აუცილებელია. რუსეთის პრეზიდენტის საქმე უკრაინული კონფლიქტის დასრულებისკენ მიდის. ვლადიმერ პუტინმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის მასთან შეხვედრა სურს, რის მზაობასაც გამოთქვამს, თუმცა ამბობს, რომ მოსკოვში ან მესამე ქვეყანაში შეხვედრა საბოლოო სამშვიდობო შეთანხმების შემდეგ უნდა მოხდეს.
ბატონმა ფიცომ მაცნობა, რომ ბატონი ზელენსკი მზად არის პირადად შეხვედრისთვის. ეს პირველად არ გვესმის, მე არასდროს მithქვამს უარი. შეხვედრა არ შემითავაზებია, მაგრამ თუ ვინმე გვთავაზობს, მაშინ კი. და ის ჩამოვიდეს, ვისაც შეხვედრა უნდა. ჩამოვიდეს მოსკოვში, შევხვდებით. მესამე ქვეყანაშიც შეიძლება შეხვედრა, მაგრამ მხოლოდ მას შემდეგ, რაც საბოლოო შეხვედრები იქნება მიღწეული სამშვიდობო შეთანხმებაზე, რომელიც გათვლილი უნდა იყოს ხანგრძლივ ისტორიულ პერსპექტივაზე. რადგან მონაწილეობა მივიღოთ ამ ღონისძიებაში ან რამეს მოვაწეროთ ხელი, მაგრამ ეს საბოლოო წერტილი უნდა იყოს. ომის დასრულება პირველ რიგში რუსეთს და უკრაინას ეხება. ვფიქრობ, საქმე უკრაინული კონფლიქტის დასრულებისკენ მიდის, მაგრამ ეს სერიოზული საკითხია. ირანში ომის დასრულების თაობაზე გამართული მოლაპარაკებების ფარგლებში კატარის პრემიერს ამერიკის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და თეთრი სახლის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი შეხვდნენ. მედია საშუალება აქსიოსის წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ კატარი მხარეებს შორის შუამავლობაში საკვანძო როლს ასრულებს. გამოცემის ცნობითვე ირანსა და შტატებს შორის ოფიციალურ შუამავლად ომის დაწყების დღიდანვე პაკისტანი გამოდიოდა, თუმცა მოლაპარაკებებზე კატარი კულისებიდან მუშაობდა. პეტერ მადიარი უნგრეთის პრემიერ-მინისტრად ოფიციალურად დაამტკიცა ახალმა პარლამენტმა არჩევნებში გამარჯვებული პარტიის ლიდერი 140 ხმით ქვეყნის ახალ პრემიერად აირჩია. მადიარმა ფიცის დადების შემდეგ საზოგადოებას სიტყვით მიმართა და დაგეგმილ ფუნდამენტურ ცვლილებებზე ისაუბრა. ახალმა პრემიერმა უნგრეთის პრეზიდენტს გადადგომისკენაც მოუწოდა. კონტაქტურ კარატეში ევროპის ჩემპიონატის პირველ დღეს საქართველოს 9 медали მოიპოვა. ბათუმში მიმდინარე ღონისძიებაში 37 ქართველი სპორტსმენი მონაწილეობს. ჩემპიონატის პირველივე დღეს საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა 3 ოქროს, 2 ვერცხლისა და 4 ბრინჯაოს მედლით დაასრულა. საქართველოს კონტაქტურ კარატეში ევროპის ჩემპიონატს მესამედ, ბათუმში კი პირველად მასპინძლობს. ევროპის ჩემპიონატი ჩვენს ქვეყანაში 2016 და 2021 წლებში თბილისში ჩატარდა. ჩემპიონატი, რომელშიც 22 ქვეყნის 500-მდე სპორტსმენი მონაწილეობს, 10 მაისს დასრულდება. ჩვენმა სპორტსმენებმა საკმაოდ კარგად იასპარეზეს. ჯამში 9 медали იქნა მოპოვებული საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მიერ. აქედან 3 უმაღლესი სინჯის არის, 3 ოქროს, 2 ვერცხლისა და 4 ბრინჯაოს მედლით საქართველოს ახალგაზრდებში დაასრულა ასპარეზობა. ხვალ კი უფროსი ასაკის სპორტსმენებში საკმაოდ დიდ, კარგ და მნიშვნელოვან შედეგს ველოდებით. წინა წლის ევროპის ჩემპიონატზე ავიღე ბრინჯაოს медали და ჩემი მიზანი იყო ამ ბრინჯაოს ოქროდ გადაქცევა, მით უმეტეს საქართველოში და ეს შევძელი. ერთ-ერთი კარგი დეტალი ის არის, რომ მეოთხე ფინალში შევხვდი უკრაინელ მოწინააღმდეგეს, რომელმაც შარშან მომიგო და შედგა ასევე ქართული ფინალი, რაც როგორც ვიცი ძალიან დიდი ხანი არ მომხდარა გოგონებში. ეს ძალიან დიდი მიღწევა, ძალიან ბედნიერი ვარ. გამარჯვებას ველოდი, რადგან საქართველოს ნაკრები კონკურენტი უნარიანი ნაკრებია, რომელშიც ვარჯიშობდა. ემოციებს რაც შეეხება საკუთარ ქვეყანაში დიდი პატივია, როდესაც მესამედ ხდები ევროპის ჩემპიონი და ჩემთვის ნამდვილად დასაფასებელია ამ ხელა აუდიტორიის წინაშე, როდესაც საბასახეს კანდიდატები. ნამდვილად ბედნიერი ვარ და ვფიქრობ, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია და წინ კიდევ ბევრი რამ გვერდს. ჩვენი ახალგაზრდა ნაკრების მონაგარია 9 медали. საერთო ჯამში კმაყოფილი ვარ, თუმცა რამოდენიმე სპორტსმენი ნამდვილად გული დამწყდა, მაგრამ სპორტია სპეციფიკიდან გამომდინარე დასაშვებია და საერთო ჯამში მადლობელი ვარ ჩვენი სპორტსმენების, ხვალ ტატამზე გავლენ უფრო სპორტსმენები და იმედი მაქვს, რომ ახალგაზრდების შედეგებს გავაუმჯობესებთ. დღეს გაიმართა ახალგაზრდებს შორის კატას ევროპის ჩემპიონატი, რომელიც ძალიან საინტერესო და დაძაბული იყო. ნათლად ჩანს, რომ როგორც კომიტესა და ბრძოლების, ისე კატას დონე და სტანდარტი გასულ წელთან შედარებით მნიშვნელოვნად გაიზარდა. კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით იტალიაში ქალაქ პარმის სამეფო თეატრში ზაქარია ფალიაშვილის ოპერა აბესალომ და ეთერის პრემიერა გაიმართა. ჩვენებას საქართველოს კულტურის მინისტრი, საქართველოს პირველ ლედისთან, იტალიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან და თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის დირექტორის მოადგილესთან ერთად დაესწრო. სპექტაკლს პარმის სამეფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელიც ესწრებოდა. საოცარი საღამო იყო პარმის ოპერის თეატრში. მადლობა მინდა იტალიის მხარეს უთხრა, იმიტომ რომ შევძელით ერთად, რომ პარმაში არაჩვეულებრივ იტალიელ მაყურებელს, რომელმაც ისეთ თბილად მიიღო ჩვენი სახელმწიფო ოპერა და ეს არის უმნიშვნელოვანესი, იმიტომ რომ პარმის ოპერა არის ჯუზეპე ვერდისთან დაკავშირებული და აქ იმართება უდიდესი ფესტივალი ვერდის სახელობის და ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ადგილია საოპერო ხელოვნებაში. ფალიაშვილმა თავის სიტყვა თქვა
ჩაირქვა იტალიაში კიდევ ერთხელ და ვერდის ქალაქში, ვერდის მხარეში იყო ბრწყინვალე მიღება და ბრწყინვალე სპექტაკლი ჩატარდა. დარწმუნებული ვარ, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია ჩვენი ურთიერთობების. ჩვენ საოცრად ვაფასებთ იმას, რომ ჩვენი დადგმები სრულდება თქვენს თეატრში. აღსანიშნავია, რომ ვერდის ფესტივალი, რომელიც ყოველწლიურად ტარდება პარმასა და ბუსეტოში, ჩატარდა თბილისშიც. გვიხარია, რომ ასეთი მჭიდრო შემოქმედებითი თანამშრომლობა გვაკავშირებს თბილისის ოპერის თეატრთან. ძალიან მძაფრი ემოციები მაქვს. ეს იყო სხვა კულტურა, რომელმაც მომხიბლა. უნდა აღვნიშნო კოსტიუმები, ცეკვები, ტრადიციები. მუსიკით გადმოცემული ეს ლეგენდა საოცრად მომხიბვლელი და ამავე დროს ამაღელვებელია. სასიამოვნო სიურპრიზი იყო ორიგინალ ენაზე ამ ოპერის მოსმენა, რაც არანაირ სირთულეს არ მიქმნიდა მუსიკის აღქმაში. თავისუფლად მიუყვებოდი შინაარს და მსახიობების ქმედებას. ეს იყო ახალი ამბები პირველზე ჩვენ ზუსტად 4-ზე დაუბრუნდებით დროებით.